პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირებისთვის, ანუ შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილება. პროცედურა, რომელიც არის სისხლდენის შეჩერებით საჭირო, არის ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც ჩაუტარდა პაციენტს და შესაბამისად მოხდა სისხლის შეჩერება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ეს არის ინტუგრირებული მდგომარეობა. ანუ მართვის ფაზია თუ არა არ შეგიძლიათ თქმა მის ინტუგრირებული მდგომარეობაში. ანუ კი კრიტიკულ მდგომარეობაში არის. როგორც აღნიშნე, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური. პაციენტმა მოგმართა დაახლოებით 3 საათი იყო ღამის 12-ზე. და ძლიერი სისხლდენით, რომელიც შეწყვეტილია, როგორც მივხვდით, ხო? აღმოფხრულია ეს თავარი პრობლემა. ახლა ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენ განმავლობაში მდგომარეობა, რათა ჩვენ ორგანიზმს საშუალება მიცემთ, რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად